ის ვაშლი გავჩეხე და გადავყარეთ. აგი არა ეკაყრია შეშა. აღარაფერი ბაჩვენა ბაღებს აღარ ულით всё მორჩეგათა. იმის გამო რომ ფასი არა. არა, აქ ფასი რაღაც გინდა, რითი გინდა ვაშლი და ხეები, რითი გინდა. ხარჯი მეტი გვაქვს და რაღაცია. აგი სადაყრია შეშა ეკაყრია. ასე გამოიყურება სოფელ რეხაში ერთ დროს მსხმოიარე ხეხილის ბაღი, რომელიც წელს 86 წლის გურამ მეზურიშვილმა იმის გამო გაჩეხა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას ვერ ახდენდა. გურამ მეზურიშვილის თქმით, ვაშლის მოყვანა ძვირი უჯდება და მისი გაყიდვა ისეთ ფასში უწევდა, რომ დანახარჯს ვერ იღებდა. რა აზრია აქ იმ მოყვანას, რომ რასაც ხარჯავთ, იმას ვეღარ მივიღებთ. აზრი აღარ არის. ესა ბუნებრივად მოხდა თუ როგორ მოხდა არ ვიცით. ჩვენ რომ გასავალი მეტი გვაქვს და შემოსავალი ვერ ვიღებთ, ეგ ნაღდია, ეგ. გურამ მეზურიშვილის მსგავსად ვაშლის რეალიზაციას ვერ ახდენენ მისი თანასოფლელებიც. მათი თქმით, ვაშლის მცირეოდენი ნაწილი გაყიდეს, თუმცა დანახარჯის მესამედიც ვერ აიღეს. ვაშს არა გასავალი გენცოხთ. თავის ხوار დავიხოცოთ რა მაინც. ანუ რასაც მოსავლის დროს ფულს ხარჯავთ ვერ იღებ. ხამქი მიკატები ძვირია, მაგას მიხედო. არ არის ისეთი ისა, რომ მაინც რუსეთის ბაზარი თუ არ არის ძნელია. რუსეთის ბაზარი კარგია. აჰა, რაც რუსეთის იმას აქეით. განა რუსეთი მინდა, რუსი კი არ მინდა, ბაზარი გვინდა რუსული. თორე რუსიც რას აშავებს, განა არ აშავებს, მაგრამ აღაწევართვა ტერიტორიები ისა და ფიქრობთ, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას თუ შეძლებს? არა უნდა შეძლოთ, ზოგი შეძლებს, ზოგი ვერა. ზე თუ მოუნდება ეს ყველაფერი, აბა რა აზრი აქვს? არა აქვს აზრი და გაიყიდება მაინც. ფასი როგორი აქვს? რა თქმა უნდა, წინა წლებში რო არ იყო ესეთი ფასი, მაგრამ სულ ყველგან ესეთი ფასები აქვს მაინც. დაბალი ფასი აქვს? დაბალი ფასებია. 70, 80 60, 50. არის ესეთი ფასები. რავი, ახლა რო გითხრათ სიმართლე სუესი არის, აბა როდის იყო რომ მაინც ვაშლი ახლა. გორის რაიონი ისეთი სოფლები არის, სულ ყველას ვაშლი აქვს და ვის უნდა ვაშლი? სულ ყველას აქვს ვაშლი და გატანა რო არ ხდება, მაგ შემთხვევაში ნაკლები გასავალია აქვს, რა თქმა უნდა. ნახევარი გავხდე, ნახევარი დარჩა. და მაგრამ რა ფასი ეგრეთია. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ვაშლის რეალიზაციის პრობლემის მოგვარება თვითმმართველობას მხოლოდ ლოკალურად, ხილის გადამამუშავებელი საწარმოებით შეუძლია, ისიც მეორადი ხარისხის ვაშლზე. წელს განსაკუთრებით ძალიან დიდი მოსავალი იყო, პრობლემა იყო რეალიზაცია, ამიტომ ჩვენ ესეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ 4 ქარხანას დავავალეთ, რომ მიეღოთ ის მეორე ხარისხოვანი ვაშლი. ამიტომ ეს ქარხანები მუშაობდნენ, ჩვენ ახლა წელს უკვე თავიდან დავიჭერთ ამ თადარიგს, რომ მოსახლეობას მივეხმაროთ აი ამ ვაშლის რეალიზაციაში. მოგვიანებით მოგვივიდა ჩვენ წინა წელს, მაგრამ წელს უკვე ვეცდებით, რომ თავის დროზე დავიწყოთ აი ამ ვაშლის რეალიზაციის მოგვარება. მოსახლეობის ნაწილმა საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა წინა წლის მიღებული მოსავლის დიდი ნაწილი გაუფუჭდათ, რადგან მისი რეალიზაცია ვერ მოახდინეს. რაც შეეხება მეორადი ხარისხის ვაშლის ქარხნებში ჩაბარებას, ხალხი ამბობს, რომ მისი ფასი იმდენად დაბალია, რომ არათუ შხამქიმიკატების ხარჯებს, არამედ ვაშლის მოსაკრებად დაქირავებულ მუშახელის დღიურ სარგოსაც ვერ სწვდება. ფერმერები სახელმწიფოს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.